ჩვენ დღეს გსურს გამოვეხმაუროთ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ახალ ინიციატივას, რომელიც ამერიკის სენატში დაიწყო. ეს არის ორპარტიული ინიციატივა, რომლის გათვალისწინებითაც ამერიკამ უნდა მოახდინოს განსაკუთრებული პოლიტიკის გატარება და რეაგირება ჩინეთის მიერ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის და კონკრეტულად პორტების ხელში ჩაგდების ცდელობის გასანეიტრალებლად. რატო არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის? ყველას გვახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტიდან გააძევა დასავლელი ინვესტორები და ფაქტიურად ამ პორტის გადაცემა გადაწყვიტა სწორედ ჩინეთისთვის. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დღეს არა მხოლოდ სტრატეგიული უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოწვევა, არამედ პოტენციურად ეს ჩვენ ხელს გვიშლის იმაში, რომ შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენი საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ურთიერთობების ახლიდან შეიძლება ითქვას შექმნისთვის, იმიტომ რომ ეს ურთიერთობები ბიძინა ივანიშვილმა გასული წლების მანძილზე გაანადგურა. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ეფუძნება პირველ რიგში ინტერესების შექმნის და ამ ინტერესების დაცვის გატარების ლოგიკას. საქართველოს შეიძლება არ აქვს წიაღისეულის თვალსაზრისით მდიდარი რესურსები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რაც უკავშირდება სატრანზიტო შესაძლებლობებს იმისთვის, რომ მართლაც მდიდარი რესურსები, რომელიც არსებობს დღეს ცენტრალურ აზიაში, გატარებული იქნას საქართველოს გზით და მიწოდებული დასავლური ბაზრებისთვის. სწორედ ეს არის ის, რამაც შეიძლება, რომ დღეს დააინტერესოს ამერიკის შეერთებული შტატები, რომ გადაიტვირთოს სტრატეგიული ურთიერთობები თავიდან შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ამას ხელს უშლის ის პოლიტიკა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ატარებს, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მტკიცედ მიბმას რუსეთისთვის და ჩინეთისთვის და დასავლეთის გაძევებას ჩვენი რეგიონიდან. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს. ჩვენ ძლიერ საქართველოს ლელოს დიდი ხანია გვაქვს არა მხოლოდ შესაბამისი გეგმა სამოქმედო, არამედ დაწყებული გვაქვს მუშაობა იმისთვის, რომ დაბრუნდეს ანაკლიის პორტში ამერიკული ინვესტიციები და მოხდეს განახლება სწორედ დასავლური დახმარებით ამ პროექტის განხორციელების პროცესის, თუმცა ეს ვერ მოხდება მანამ, სანამ ქვეყანაში პოლიტიკური ძალაუფლება აქვს მითვისებული არალეგიტიმური თავრობის სახით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. ჩვენთვის დღეს სახელმწიფოს მომავლისთვის, ჩვენი სახელმწიფოს არსებობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ორი საკითხის გადაჭრა. ერთი ეს არის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის სწრაფად აღდგენა, მეორე ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების სწრაფად აღდგენა. ორივე ამ ამოცანის განხორციელებას სჭირდება ხელისუფლების შეცვლა, სჭირდება ლეგიტიმური დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება და საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა ხედავდეს დღეს, რომ არა მხოლოდ ჩვენი ასე ვთქვათ სახელმწიფოს მომავალი, არამედ მათი პირადი უსაფრთხოება, მათი პირადი დაცულობაც უკავშირდება სწორედ ამ ამოცანის განხორციელებას.